აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყინად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება ზე არ არის, ზერ გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვა. ზერ. გავიგე. უკვე მიფრინა. ეს რა პავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ой, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკან ნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა.
ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცოტათი ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგრჩათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რა რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმანეთ.
ხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვენ ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორია მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო, ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ხრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდათ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. რომ საჭმელიც უნდა წამოგვეღო. ფარანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ბორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ? სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორიასა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ახლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი.
არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი? წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ, თორ, არხი გათხარეთ. ძერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! დაიგვიანეთ, ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. გმადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ხვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდანორა. ჩვენ თევს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორთებს შევჭამ. ჰაჰა, ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურობა დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ესე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება. გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ, დამხმარეები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35, 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა? როგორ შემიძლია ისე ვითვლი? ორჯერ 2 რამდენი იქნება? სადღაც ასე 7, 8. ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახარ გვატყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გვჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელება? მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.
ის უნდა შევაგრობოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი საანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ ორმოს ამოთხრი, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკი სიმადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. ტურბოზავრებო, წინ! მიდი! აი, მარცხნივ კიდევ ერთია. მე მიმიშვი გთხოვ, ჩემი პროტექტორი ლამას კვალსტოვებს. ყველაფერი შევაგროვეთ. ახლა ბული ამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ, ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი? არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით იქნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მიდი ტრაკ! და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სწორია. ბული მოედნის ცენტრში უდევს. ბურთზე უფლება ტრაკი. ის ურტყამს, მაგრამ მეკარე იგერიებს. ამით მატჩი დამთავრებულია. კარგი რა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გავჩერდით. წავიდეთ ბურთი მოვძებნოთ, ვიპოვოთ და თამაში დავამთავროთ. ვიპოვე! ყველანი მომყევით. მომყევით. რა საყვარლები არიან? გეთანხმები, მაგრამ ზღარბით ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ. მოდი ჩვენი ბურთი მოვძებნოთ. მოიცადეთ, რომ გაწვიმდეს? მდინარეში წყალი მოიმატებს და ზღარბებს საფრთხეს შეუქმნის. ой. რამე უნდა მოვიფიქროთ? კატიას ვკითხოთ.
მან ყველაფერი იცის ბუნების შესახებ. აქ დარჩით, მალე დავბრუნდებით. კატია, დახმარება გჭირდება. იქ დედა ზღარბი ყავს და პატარა ზღარბები. მათ სახლს მდინარე წალეკავს. რა საშინელება? ჩქარამაჩვენეთ სად არიან? კარგი, რა პრობლემაა? მდინარე თუ ადიდება, წყალი ზღარბებს დაახრჩობს. იქნებ მათი სახლის სხვა ადგილას გადავიტანოთ. მათი სახლი აქ არის. მათი შეწუხება არ შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა მაქვს. ზღარბებს ხელს ვერ ვახლებთ, მაგრამ შეგვიძლია მდინარე გავწიოთ. მდინარე როგორ უნდა გავწიოთ? ადვილია, კაშხალი ავაგოთ და მდინარის კალაპოტი შეიცვლება. ტურბოზავრებო წინ! თორ, აქ არხი გათხარე. ტრაკ, ტყეში გამხმარი ხეები მოაგროვე. კაშხალისთვის დაგჭირდება. მიდა პირდაპირ მდინარეში ჩაყარე. აი აქ. აქ იქნება კაშხალი. ტრაკ, ანკი, მორები დააწყვეთ. შესანიშნავი ნამუშევარია. კატა, ნამდვილი მშენებელი ხარ. ყველაფერი გადავიღე. მორები ცვივა, წყალი მოედინება, არაჩვეულებრივია. ახლა ბურთის ზებნა გავაგრძელოთ. და რა მოვიდა თქვენ ბურთს? ბურთი გაფრინდა. რა კარგი მატჩი იყო და ვერ დავასრულეთ. აუცილებლად დაასრულებთ. ვაშა! მაგარია! ტრაკი უტევს. დარტყმა. და მეკარე იგერიებს. მოიცა! მეგობრობამ გაიმარჯვა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.